ასობით მოქალაქე თბილისისკენ მოემართება ფოთიდანაც. მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დილიდან დაიწყო და უფასოდ ემსახურება ყველა მსურველს, რომელსაც პატრიარქთან გამომშვიდობება უნდა. მლოცველები თბილისში სამების საკათედრო ტაძარში ათასობით ადამიანს შეუერთდებიან, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ჩამოდიან. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი, მისი შემოქმედება, ყველაფერი ის, რაც გაგვიკეთა, რაც გვასწავლა, რაც მოგვიტანა დღემდე, ვიცოდეთ სიყვარული, გვიყვარდეს ერთმანეთი. მივიღოთ და შევზახეთ კიდევ ერთხელ, რომ გვიყვარხარ პატრიარქო. ემოციებით დატვირთული დღე ასრულიათ საქართველოსთვის და ჩვენც იმ ერის, იმ ხალხის ნაწილი ვართ, რომელმაც დიდი სურვილი და პატივისცემა გამოვხატეთ იმისა, რომ პატრიარქი გავაცილოთ სამუდამო გზაზე. პატრიარქი ჩვენთვის იყო სამაგალითო ადამიანი, რომელიც სწორ გზაზე წინ მიგვიძღოდა და უფლისკენ მიმავალ გზას გვინათებდა. ეს იყო ჩვენთვის დიდი მოძღვარი და მასწავლებელი. პრემიერის გადაწყვეტილებით დაინიშნა უფასო ტრანსპორტი თბილისში წამსვლელთათვის. აღნიშნულ აქციას შეუერთა ფოთის მუნიციპალიტეტიც და როგორც დღევანდელ დღეს, ასევე ხვალეც მოხდება მოსახლეობის თბილისში გამგზავრება.